ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადებული 17 მაისი წელსაც განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა. ამ დღის აღსანიშნავად მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. ტაძრებში ღვთისმშობლის სამედრებელი პარაკლისი გადაიღო. არა ძალიან არა ვიღაცები ხო მიკრობენ რომ არ არის ხა იმის დრო რომ ახალი პარტიები შეიქმნას რა და მეც ხა წლებია სულ მაგას ვაწვევ არა თბილისში იყვნენ ჩვენი მოშიმშილე ბიჭები 4 დღის მანძილზე იქ მართავდნენ აქციებს. უბრალოდ იქ არ მიეცათ საშუალება ბიჭებს არც კარავის გაშლის, არც ელემენტარული სკამზე წამოწვევის საშუალება არ ჰქონდათ 4 დღე და ღამე ფაქტიურად მжდომიარე მდგომარეობაში მოუწიათ ბიჭებს და ძალიან ცუდი ამინდების მიუხედავად 4 დღე გაუძლეს ბიჭებმა და უკვე შეუძლებელი იყო იქ ამ ბიჭების გაჩერება და დაბრუნდნენ ისევ ჭიათურაში და აქ აგრძელებენ შიმშილობას. ხელისუფლების მხრიდან არავის არ ქონდა დღემდე კომუნიკაცია. ჩვენ შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელს 2 დღის უკან და ორშაბათს ველოდებით პასუხს კომპანიის მხრიდან ბიჭების გამოშვებასთან დაკავშირებით, ველოდებით პასუხს ჩვენი ხელფასების დარიცხვის თაობაზე, როდის უნდა დაერიცხოს ხელფასი და ბანკზე დარიცხული პროცენტები, რაც ზევიდან არის დარიცხული ამ გაჩერებიდან გამომდინარე, ველოდებით უნდა ჩამოვეჭრას რა ეგ დარიცხული ზემოდი პროცენტები. ანუ ორშაბათს ველოდებით ამომწურავ პასუხს, რაც გვეტყვიან. პირველ რიგში მაგ ბიჭებს სოლიდარობას უცხადებ, იმედია მალე გამოვლიან, მალე დაუბრუნდებიან თავიათ ლამას ოჯახებს. პირველ რიგში ეგ არის, მეორე კიდე ძალიან კარგი იქნება თუ მოგვაქცევენ ყურადღებას ასევე თავრობა და თავრობის წარმომადგენლები, რაც რომ გასაკეთებელი ამ ხალხს დააკმაყოფილებს და მიცევს იმას, რასაც იმსახურებს. პირადად მადლობას მოგახსენებ და მოუხდის უყველას დობისთვის, დაფასებისთვის, ჩამობრძანებისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მინდა მაღარველებს, თვითონ მაღარველებს, ჭიათურელებს მოუწოდო, მოვიდნენ, ვერჩი დაგვიდგენ, დაგვეხმაროს. ეს არ არის საერთო საქმე და არ არის ერთი და ორი კაცის საქმე. ეს არის მთლიანი ჭიათურას ეხება ეს საქმე და ეს გულის ტკივილი და თუ ამას დროულად გევითავისებთ, კარგად იქნება ჭიათურა და ჭიათურელების საქმე. ნუ ჩამოვედით ჭიათურაში, დღეს 17 მაისია, ჩვენ ნახეთ თბილისში თუ როგორი იყო მსვლელობა 17 მაისთან დაკავშირებით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი ემსგავსება ბუტაფორიას, ჩემო კარგებო. ზეიმი მაშინ იქნება საზეიმო, როდესაც 100%-ით იქნება საქართველოს ოჯახები დაკმაყოფილებული და მათ ექნებათ შესაბამისი სარჩო საბადებელი. ნუ დღეს 10% ზეიმობს, ხოლო 90% გაჭირვებაშია და არც ზეიმება პირიქით. სატირლად არის საქმე, ამიტომაც კიდევ ერთხელ ეს უნდა გავიგოთ ყველამ, რომ როდესაც
ჩვენ მუხჩაუხრელად ერთად ვიშრომებთ და მივიღებთ შედეგს, რომ 100%-ით საქართველოში ოჯახები იქნება კარგად და ბედნიერი, მაშინ ვიზეიმოთ ყველამ ერთად. დღეს ეს ყველაფერი არის ბუტაფორია, რაც ხდებოდა თბილისში. ყველა ოჯახის შვილები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ოჯახები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ შეიძლება ხალხო. ვიზეიმოთ ყველამ ერთად. ჩვენ ვიმყოფებით ჭიათურაში, დღეს ჩამოვედით და მოვინახულეთ ადამიანები, რომლებსაც სამუშაო პირობების გამო უწევთ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღეს არიან, ჯერჯერობით პასუხი არსაიდან არ ჩანს, გუშინ უნდა ყოფილიყო პასუხი, როგორც ცნობილი იყო, თუმცა დღემდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რა შემოთავაზებით მოვლენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამდენი ხანია პროტესტებენ, რა ვიცი, ყველანაირ ფორმას მიმართეს უკვე შემშელებიდან დაწყებული, რა ვიცი. და მთელი ეს პერიოდი ოჯახებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ არიან უმუშევრები ყველანაირი შემოსავლის გარეშე და ჩვენც ჩვენის მხრივ ჩამოვედით მაქსიმალურად როგორც შეგვიძლია, მხარში დავუდექით, ჩვენი თანადგომა გამოვხატეთ, პირველ რიგში ადამიანურ თანადგომაზეა აქ საუბარი, რა თქმა უნდა, და შემდგომ რაც შეგვეძლო ელემენტარული ოჯახებისთვის, პატარებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ მთელი ეს პერიოდი. ჩამოვიდით ჭიათურაში თბილისიდან, ჩამოუტანეთ მცირედი აქაურ ოჯახებს, რაც შევძელით. მცირედის დახმარება შეგვიძლია ამ ეტაპზე მხოლოდ, ჩემი აზრით, უფრო ფართო მხარდაჭერა რო ქონდეს ამ ქალაქს, ამ დროს, ამ გასაჭირში, მთელი საქართველოს მასშტაბით კარგი იქნებოდა. რთული ვითარება, როგორც ხვდები, ადვილად მოსაგვარებელი პრობლემა არ არის და ნახოთ, ჩვენ ყველანაირად ვუსურვებთ, რომ ამ ქალაქის მკვიდრთა ინტერესებიდან გამომდინარე საუკეთესოდ გადაწყდეს ყველაფერი. ესეც რო დიდდება ზამთარში მოიცა მოგილა. მოკლედ ახლა ვიმყოფებით სოფელ ბოსლევში, სადაც ერთ ოჯახს გაუწიეთ დახმარება, მცირეწლოვანი ბავშვებით, კიდევ და კიდევ ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს იმას, რომ ოჯახებს დავეხმაროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ძალიან რთული პირობებია, ოჯახი იმყოფება მეწყერსაშის ზონაში. შარშანად ჩამოწვა მეწყერი, წელსაც ჩამოწვა მეწყერი მათ ეზოში და ეს ოჯახი არის მისახედი. ესენი არიან ჭიათურელები, მაღაროში დასაქმებული ოჯახი, რომლებიც მიტოვებულია სახელმწიფოსგან.